თუ ხედავ, რომ ყველა ერთმანეთს იცნობს და შენ მარტო ხარ, ეს ძალიან ნორმალურია, მაგრამ დროებითია. ძალიან ცნობილი გამოთქმა ბიზნეს სამყაროში, ნეტვორკინგი არის მარათონი და არა სპრინტი. დოქტორ ივან მისნერმა, ნეტვორკინგის ორგანიზაციის დამფუძნებელმა, იქში ამავე სათაურით თქვა ესეთი რამ. ხშირადო ადამიანები მიდიან ერთი-ორ ღონისძიებაზე, გაცვლიან საკონტაქტოს, ან უბრალოდ გაიგებენ 10-მდე ადამიანის სახელს და გონიათ, რომ ეს კონტაქტები მათ ცხოვრებას მეორე დღესვე შეცვლის. თუ ეს არ მოხდა, წარუმატებლად გრძნობენ თავს და იწყებენ თვითკრიტიკას. მეგობრობა არ იქნება ერთი საუბრით. ის იქნება მაშინ, როცა ჩანხარ, სთავაზობ რაღაც ღირებულებას და უანგაროდ ეხმარები სხვას. თუ ხედავ, რომ შენს თანაკურსელს უჭირს რომელიმე საგანი, შეგიძლია მიხვიდე ძალიან მარტივად მასთან და უთხრა: გავაკეთე კონსპექტები, შემიძლია გაგიზიარო, მე ერთად განვიხილოთ, კაი? თუ შემთხვევით წააწყდი ძალიან საინტერესო სტაჟირებას. იცი, რომ შენი თანაკურსელი დიდი ხანია ეძებს მსგავს შემოთავაზებას. გაუზიარე მას, არ დაიტოვო შენთვის. იქნებ ორივე აყავხართ და მე ნახე, როგორ მარტივად დამეკორდებით.